შეიძლება თუ არა, როდესაც შეყვარებული ყავს და ეს ჭეშმარიტი სიყვარულია, მას აკოცო. ცხოვრობთ ეკლესიურად და ჩემი მამაო სხვა ახსნას მაძლევს, განსხვავებით ჩემი შეყვარებულის მამაოსაგან. რა აქნან ეხლა? ამ ბავშვებმა კაცო უყვარს და აკოცო, ერთი მამაონება არ აკოცო, მეორეუნება აკოცო. რა აქნან ეხლა მითხი. შილო გაძლევ გამოსავალს. თენამ გამოსავალს დაქორწინდით და ვეღარ საათი მამაო ვეღარ გეტყვის აღარ აკოცო. კიდევ ერთხელ ვიტყვი ქრისტიანულ ქორწინებაზე. ეს არის სულების ერთობა, სულების ერთობის სიმფონია, რომელიც გამშვენდება ხორციელი ერთობის აკორდით. დასასრული აკორდით. მაგრამ თუ სულიერი ერთობის სიმფონია მარტო არსებობს ეს აკორდი, როცა კიდევ ვიმეორებ ადამიანში წლები მოიტანს. მოვა სულიერი ჩაღმავების პერიოდი და შემოქმედების პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, თვითონ მოხდება გადასინჯვა. ანუ შენთვის პირველადი აღარ იქნება ხორციელი ურთიერთობა, არამედ იქნება შემოქმედებითი შიგა ურთიერთობები მნიშვნელოვანი. ფიზიოლოგიას კი არ აკლდება შეიძლება რამე, მაგრამ უპირატესი ხდება შინაგანი სამყარო და შინაგანი სამყაროს გარეშე ეს უკვე შენთვის იმდენად საინტერესო აღარ არის. და ხდება მე იწყება კრიზისი ოჯახში. ამიტომ სულიერი ერთობა არის აუცილებელი და ახალგაზრდა ასაკშივე სანამ დაქორწინდებით უნდა განსაზღვრო, როცა ჩვენ სიყვარულს არ ქმნებ, რა არის ეს? სულიერი ერთობისაკენ სწრაფვა თუ ის ვნება, რომელიც ახალგაზრდა ასაკში ფარავს ყველაფერ დანარჩენს ადამიანში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. თუ იქ შეგეშალა, მე პრობლემები იჩენს თავს. ხა მე მეკითხებით, აკოცე ცოტა რა მოხდა. აი რა დღეში არიან ბავშვები გასულ. თუ უყვარს და უნდა აკოცოს, აბა რა უნდა ქნას. და მე უნებიან ოჯახში ჯერ ადრო შენი ცოლის მოყვანაა და ესე რა დღეში აგდებენ ბავშვებს. ჩემ შვილს ყავდა შეყვარებული უნები, ეგრევე მოიყვანეთ ცოლა და მოიყვანა. დღეს ორი შვილი ყავს. ასე